ძალიან საინტერესო ექსკურსია გელოდებათ წინ. ის მერე და ეს არის ჰუკი დაწყება. მეტყველება ჩანს თვალებში საოცრება. აი სესილია ნახე. ეს არის სასწაულია. ვერ გაჭრე. მოგწონს მამ? მაგარია. ერთი სული მაქვს, როდის შევჭამ სიმართლე რო გითხრათ. ერთი სული მაქვს. ესეთია. მას ახლა არ ჩავსვამ და ამოვჭრინ. მოემზადეთ, დღეს საინტერესო ექსკურსია გვექნება, ამიტომ გამოვყევით. გამარჯობა, დღეს მიმყავხართ ზუგდიდიდან 1 საათის მანძილზე. ძალიან საინტერესო ადგილას. დარწმუნებული ვარ, რა თქმა უნდა, რომ ზუგდიდებმა და არა მარტო ბევრმა იცით, მაგრამ მე მაინც წაგიყვანთ. სანამდე გაიცანით, ეს არის ჩემი ძაღლი, ტობი. ზუგდიდში რაც ჩამოვედი, იმის მერე არის წვიმები და აზე არ ვარ რა თქმა უნდა ეს კეპი, მაგრამ მაინც წავიღებ. ფოტოებისთვის მაინც გამომადგება. ახლა ამოვედით ბებოსთან, ბებოც უნდა წავიყვანოთ. მე კი ვარ უკვე ნამყოფი. მე მგონი ორჯერ, შეიძლება სამჯერაც, მაგრამ ესეთი ვიდეო არ გადამიღია აქამდე, ამიტომ თქვენთვისაც საინტერესო იქნება ვფიქრობ. სანამ წავალთ ახლა, სანამ ბებო გაემზადება, მე ბომბორას განახებთ. ბებო მასწავლა თათის მოცემა. თათი მომე ბომბორა. თათი. დავიწყნია. ყველაზე მენდეთ რომ იცის. უბრალოდ ახლა თათი რომ მომცეს, იცის რომ დამსვრის, ამიტომ ჩემზე ზრუნავს რა ხო ხვდებით, თორე განა არ იცის და არ ახსოვს. ეს არის ბანანის ხე. და კი ისხამს ბანანებს, მაგრამ ძალიან პატარებს, ან საქართველოში დამწიფებას ვერ ასწრებს სამწუხაროდ. გაიცანით მეგობრებო, ეს არის ჩემი ბებო. შენ რა გითხრა? მიესალმე ჩემს მაყურებელს, ნახე. მოგესალმებით, მაგრამ რა უნდა მგოგო შენ გავიგე. დღეს ჯერ პირველ რიგში გილოცავ დამოუკიდებლობის დღეს. თქვენ თაობას ეცხოვროს, უღრუბლოს, ზეცაქონოდე და თავისუფალ ქვეყანაში. ამინ. თქვენ ამ ვიდეოს უფრო მოგვიანებით ულოცავ, მთელ ქვეყანას ულოცავ. თქვენ ამ ვიდეოს უფრო მოგვიანებით ნახავთ, მაგრამ ნუ მიიღეთ ეს მოლოცვა. ეხლა გითხარი ბარჯაში წასვლაზე რას ფიქრობ? შენ რა მე დავაძალე. შენ რა არ დამა მარტო მე მივდივარ ნებით, ჩემი ნებით, დანარჩენები ყველა ძალდატანებით მოდიან. საფეთურები რო არ მითხრა, მაგიტომ ბებო, მე რო არ ვიქნები და რო დაგავით როგორ თქვა? არ თქვა. კაი, წავედით. დაგათვალიერებინებთ თქვენც. ამოვედით კაშხალზე, განახებთ გადასახეთ ხეთს, როგორ იქა. უნდა ჩაგიყვანოთ ასევე ქეთი მოლქვაძის გამოფენა. ძალიან საინტერესო რაღაცებია, სხვა შორის მე ნახი მაქვს, მაგრამ ბებიას არ ქონდა ნახი და ამიტომ ავიღეთ ისევე ეს ტური. დავუყუროთ ენგურჰესზე საინფორმაციო რგოლს. ფილმის სახით არის, მოკლე ფილმია და ძალიან საინტერესო სხვა შორის რაღაცა კადრებს თქვენს გაგიზიარებთ. ახლა შევალთ, უნდა ვუყუროთ ფილმს, როგორც გითხარით და გამოფენაც უნდა დავეთვალიეროთ. ეს პატარა დამყვება აქ. ცუდია რომ წვიმს, მაგრამ მაინც მოვახერხეთ ფოტოების გადაღება და ფილმი ისედაც დახურულ სივრცეშია. სამი ნათურიდან ორი ენგურჰესზე მოდის. ენგურჰესის წილი ქვეყნის ენერგეტიკაში 45%-ს აჭარბებს. მუშაობებმა 1600 მეგავატმა ელექტროენერგიამ რევოლუცია მოახდინა არა მარტო ენერგეტიკაში, არამედ ადამიანების ყოველდღიურ ცხოვრებაშიც. სოფელ ჯვართან წარმოქმნილ 13 კვადრატული კილომეტრის წყლის სარგის ზედაპირს რამდენიმე წამში შეეძლო ეს ტრიუმფი კატასტროფად ექცია. რა თქმა უნდა, ასეთი ტიპის კაშხლის მშენებლობა მოითხოვდა
უზუსტეს ინჟინერულ გათვლებს, რათა კაშხლის კონსტრუქცია იდეალურად მორგებოდა ხეობის კონტურებს. 1992-93 წლის ომის შემდეგ ენგურჰესის სამანქანო დარბაზი აფხაზეთის მხარეს აღმოჩნდა, ხოლო კაშხალი დანარჩენი საქართველოს მხარეს. არ გამოიცხადა, რომ ერთ მშვენიერ დღეს ენგურჰესი შესაძლოა ქართველების და აფხაზების შერიგების მთავარი საფუძველიც გახდეს. ფილმი როგორც ნახეთ, ძალიან საინტერესო იყო. ძალიან ინფორმაციულია და გრაფიკული გაფორმებაც იმდენად საინტერესო აქვს, რომ ძალიან მარტივად აღსაქმელი არის ამ ხოლო კონსტრუქცია, როგორი აშენებულია და რა ისტორია აქვს. ახლა ერთ როგორც გითხარით ქეთი მელქოძის გამოფენაზე, რომელიც მავთულებით, თუ სწორად ვამბობ დასახელებას, რითიც არის შექმნილი ეს ყველაფერი, არის ძალიან საინტერესო. თვითონ მაგრატლით რომ მოგინდეს ამის დაჭრა, ვერ დაჭრი. შესაბამისად დასამუშავებლადაც ძალიან რთულია, მაგრამ ახლა განახებთ და თქვენც ნახავთ, რამდენად საინტერესო რაღაცები არის შექმნილი. ეს ნახეთ მაგალითად, ეს არის ახლა ერთ-ერთი. ახლა ახლო კადრსაც გაჩვენებთ, რა არის გამოყენებული ამის შესაქმნელად. არის ერთ-ერთი ჩემი ფავორიტი და რა იქნებოდა ახლა თუ არა ცხენის ფორმა. მე რამდენჯერ ვარ ამ გამოფენაზე და ყოველთვის აღფრთოვანებული ვარ. ქალის ხელმა როგორ უნდა გააკეთოს ასეთი უხეში ლითონის მავთულ ბადისაგან ასეთი საოცარი ნაკეთობები, არ ვიცი. ყველა ნახვისას, ყველა მინდა რომ ნახოს. ყველამ არ დაიზაროთ და მოდით და ნახეთ. ეს გამოფენა ენგურჰესის კაშხალი ხო თვითონ საოცრებაა, მაგრამ ქეთი მელქაძის გამოფენა არის ამ სანახაობის, რა ვიცი, დამატება მარგალიტი. შენი ფავორიტი რომელია? მე და გვანახე რომელი მოგწონს ყველაზე მეტად. აქ მომწონს სახეები, თვალები, მეტყველება. სასწაული არის ყველა სახის თვალი. მეტყველება ჩანს თვალებში საოცრება. აი სესილია ნახე. სასწაული აი ქუფალა ნახედე. საოცრება. აი სახე რომელიც ამ ადამიანებს აქვთ რეალური შენარჩუნებული. პირველად ვარ ამ გამოფენაზე და აღფრთოვანებული ვარ, როგორ შეძლო ქალის ხელმა როგორ არ ვიცი რა ვთქვა მართლა ჩვენი ხალხი რაღაც ზღაპრული მოაზროვნეა და არ ვიცი მე ასეთი უმიჭიერესი ჯიში და ჯილაგი ვინმე თუ არსებობს დედამიწის ზურგზე. ხო, ანუ აქ წერია, რომ შეეხე მოჭერი და სცადე, რომ არ იჭრება, ანუ ეგ არის მაგისის, რომ ვერ გაჭრი. ისეთ რომ ამითო ვერ ამუშავებ და როგორ დაამუშავა იმ ადამიანმა ხელი. ეს ასად ვიყავი ასული იცით, აი იქ ახლა ნამდვილად ვერავალ, მაგრამ აი იქ ვიყავი ასული იქ ავსოცდი რაღაცნაირად არ ვიცი როგორ, მაგრამ ძალიან ის იყო სამოდა სხვანაირად ჩანდა. გადავიღებთ ახლა ფოტოებს. ახლა მოვედით, კუბდარი უნდა ვჭამოთ. ესეთი საკუბდარები გზად რამდენიმე შეგხვდებათ, მაგრამ ჩვენ უკვე მესამე მოსვლა, ნუ მე პირადად ინგა უფრო ბევრჯერ არის ნამყოფი. სულ აქ მოვდივართ. თან შეგიძლიათ რომ ზემოთ ამოხვიდეთ და
აქ ესე არის საზაფხულოდ შეგიძლიათ რომ გარე სივრცეშიც დასხდეთ. ნახავთ ასევე ჩანჩქერსაც, უფრო ახლო კადრებსაც ჩავსვამ და მოკლედ ძალიან საინტერესო და ლამაზი ადგილია სხვათა შორის. ახლა ჩავიდეთ. წესით უკვე გამზადებული იქნება და როგორი გემრიელი კერძებია, მაგასაც გეტყვით. მოგწონს მამ? მაგარია. სვანეთის გზაზე ვინახავთ ამ საკუბდარეს და ჩავსვამ ამ კადრებსაც, რომ მარტივად მიაგნოთ. არც ერთ ვიზიტზე არ გაუცრუებიათ იმედები იმდენად გემრიელი კერძები გქონდეთ. შიგნით დაგხვდებათ ესეთი სივრცე, თუმცა როგორც გითხარით, ზაფხულში შეგიძლიათ ზედა სივრცესაც ეწვიოთ. ახლა ჩვენ შევუკვეთეთ კუბდარი, ფეტვიანი ჭვიშტარი და ფეტვის ჭვიშტარი ძალიან მომეწონა, სხვათა შორის არ მომეწონა ფეტვის ხაჭაპური. რაღაცნაირი გემოქონდა ჩემთვის, ანუ ეგ არ მომეწონა რა, მაგრამ ფეტვის ჭვიშტარი იყო ძალიან გემრიელი და მე თვითონ ტრადიციული ჭვიშტარი ძალიან მომწონს, ამიტომ აი ფეტვისაც ძალიან მომეწონა. ხო და ნახოთ ახლა. ერთადაც გავსინჯოთ კიდევ ერთხელ. გემრიელესია და უგემრიელესი. ძალიან მიყვარს კუბდარი. გახსოვს პირველად საკვით რო ვიყავით სვანეთში, მაშინ ვჭამე. პირველი კუბდარი ვჭამე და ისიც აი ნაღდის სვანური, თუკეთში რაღაცა ვითამ კუბდარის კეთება, ეგეთი არა. მაშინ ეს არ იყო, აქ არ გავწერე. ვიცი ხო, მაშინ მესტიაში ვჭამეთ. მაგარია. ესეთია. მაშინ ხაჭაპურიც გავშევიჯეთ, მაგრამ ხაჭაპური არ მოეწონა. ხო, ხაჭაპური არ მომეწონა. არა, ძალიან გემრიელია, გასინჯოთ. ხა მას ჩვენ რა მოვინდომოთ, სახლში ვერ გაიკეთებ, ფეტვიან ჭვიშტარს. ჩვეულებრივ ჭვიშტარში ყველას გემო უფრო იგრძნობა ვიდრე ფეტვიანში, მაგრამ იმ ფეტვს მაინც თავისი დამახასიათებელი გემო რო აქვს, ძალიან კაია უხდება. მაგას რა უხდება? ახლა მივირთვათ ყავა და ეს საჩუქრად მოგვართვეს კექსუნიები. დედიკო შაქრისთვის მოიტანა კოვზი. ჩვენ გვეჩხუბება მე. ჩვენ გვეჩხუბება რა თქვენ რამდენ შაქარს იყრითო. და ეს და უფრო დიდი არ იყო რამე. არა. დედიკო ვერ მიაგნო უბრალოდ, თორე აქ ეკნებოდა, ნამდვილად ეკნებოდა აქ ყავის ზომა. უნდა ეკნებოდა. ჩაის კოვზი. თქვენ გაგიმარჯვეთ ჩემო მეგობრებო. ბრუნდებით უკვე ზუგდიდისკენ. დიდი იმედი მაქვს რომ მოგეწონათ ვიდეო. და თქვენც თუ დაგეგმავთ ესე გასვლას, ძალიან საინტერესო ლოკაციები შეგეძლიათ რომ ნახოთ აქეთ მხარეს. კი მინდოდა სვანეთისკენ აგრძელება, მაგრამ ნუ სადამ სვანეთში ახვალთ, იქამდე შეგეძლიათ რომ ესტუმროთ მოკლედ ამ ადგილს. თუმცა რა თქმა უნდა ვთქვა ისიც რომ საკმაოდ ფრთხილად იყავით გზაზე, რადგან არის ესეთი მონაკვეთი, სადაც ჩამოცვენილია ეს უზარმაზარი ქვის ლოდები და ამიტომ მაქსიმალურად ყურადღებით იყავით გზაზე. აქ მონაკვეთი და ნისლი ნახე რა არის, ფაქტობრივად ნისლი. ბებია ჩემო, არ დაგიტოვათ არც ერთი ნაცვი, არც ერთი ტოტი. უნდა რომ გაახაროს ყველაფერი და ახლა უყურეთ პროსტა შევატრიალებ. წიწვები ხედავდი, კაც. აუ რა ლამაზი. ბებო, რატომ იპარავ? კი არ ვიყარავ. აბა რაში? ვამრავლებ. ვამრავლებ. გვანახე, აბა რა გინდა რომ გაახარო, გვანახე. ნაჯები მინდა რომ გავახარო. ეს უნდა გამამრავლო. წიწვები, ეს წიწვი, ისა წიწვიანი ხეებია და ჩვენთან იმდენი არაა. ხო? ხო. სანდის. თავიდან მე მეუბნებოდა არ ახვიდეო და ეხა მეძახის. აუ რა სილამაზეა, მამო. ვაიმე. აუ ულამაზესია აქაურობა. იმედი მაქვს რომ მოგეწონათ ეს ვიდეო და გამიხარდება თუ გამოიწერთ ჩემს გვერდს. კარგად.